მოგესალმებით. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან თემას ვეხებით. ეს არის ძალადობა ოჯახში. ცხადია, ეს პრობლემა თითოეული მსხვერპლი ქალის და ოჯახის ტრაგედიაა, მაგრამ ამავდროულად სცილდება ყოველთვის მხოლოდ ერთ ოჯახს და მართლაც მთელი საზოგადოების გამოწვევა. რას ამბობს სტატისტიკა? მე ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანახმად 2015 წელს ოჯახში ძალადობის 5000 ფაქტი დაფიქსირდა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 15000-მდეა გაზრდილი. ცხადია, ეს დრამატული ზრდა იმითიც არის განპირობებული, რომ ცნობიერებაც ამაღლდა წლებთან ერთად ამ საკითხისადმი და საბედნიეროდ მსხვერპლებმაც უფრო დაიწყეს საუბარი, თუმცა ქალებს მხარდაჭერა ამ ნაწილში ცალსახად სჭირდებათ და კიდევ ბევრჯერ დასჭირდება აი ამ მხარდაჭერას, ასე ვთქვათ, ხაზგასმა საზოგადოების მხრიდან. დღევანდელი ჩვენი გადაცემაც ერთგვარად ამ მიზანს ემსახურება. დღეს გადაცემაში ვეცდებით, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ ოჯახში ძალადობის მიზეზები, მისი ფორმები, სამართლებრივი მექანიზმები, მსხვერპლთა დაცვის შესაძლებლობები და გამოსავლის გზები. ამ ყველაფერში ფსიქოლოგიური კონტექსტით და თვალსაზრისით დაგვეხმარება ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი ანა ქემოკლიძე. ანა, მადლობა, რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად და მოდით დავიწყოთ დეფინიციით. ახლა ერთი შეხედვით ოჯახში ძალადობას რა დეფინიცია სჭირდება, თავისი ამ ორი სიტყვის ერთად გამოყენების ფონზე. თუმცა მაინც როგორ ვხსნით ამ სიტყვას ფსიქოლოგიური თუ სამართლებრივი კონტექსტით ამ ტერმინს განმარტება აქვს, ხო? რა შემთხვევაში კვალიფიცირდება აგრესია უკვე ოჯახურ ძალადობად? მოგესალმებით პირველ რიგში ნატა, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვან თემას ვეხებით და ესე ვთქვათ აქტუალობა ამ თემას სამწუხაროდ დღემდე არ დაუკარგავს და კარგი იქნება თუ ბევრს ვისაუბრებთ ამ თემაზე და დღევანდელ მდგომარეობასაც და სტატისტიკასაც ესე ვთქვათ გადავაფასებთ უფრო ფსიქოლოგიურ ჭრილში. სწორედ ახსენეთ, რომ უშუალოდ ანუ სიტყვიდანაც გამომდინარეობს, რომ ოჯახში ძალადობა ნიშნავს, ანუ თავად ოჯახის წევრებს შორის ძალადობას. ოღონდ ეს ძალადობა, ესე ვთქვათ, უნდა დეფინიცირდეს, რა მოიაზრება ამ ძალადობაში. აქ არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ეს უკვე კლასიფიცირდება, რა შეიძლება ნიშნავდეს ოჯახური ძალადობა. ეს შეიძლება განხორციელებული იყოს პარტნიორებს შორის ძალადობით, ასევე შეიძლება განხორციელდეს შვილებზე ძალადობა, ასევე სხვა ოჯახის წევრებზე, მშობლებზე ან უშუალოდ ესე ვთქვათ, ვინც არიან ოჯახის წევრები, მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეა საუბარი. და არა მხოლოდ ფიზიკურზე, ხო? მოდი ფორმებზეც ვისაუბროთ. კი, ეს არის აქ ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ყველაზე ნაკლებად ესე ვთქვათ, ვიზუალურად შესამჩნევია და შესაბამისად ადამიანებს ზუსტად შემჩნევა უჭირთ, რომ შეიძლება ისინი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ ოჯახში. და ასევე ეკონომიკური ძალადობა ძალიან ხშირია, სამწუხაროდ სტატისტიკა ძალიან მაღალია ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში და ამაზე საუბარი სამწუხაროდ ადამიანებს ძალიან, ესე ვთქვათ, ეთაკილებათ, სხვენიათ და ითვლება ხშირ შემთხვევაში, რომ თითქოს ესე ნორმა უნდა იყოს. თუმცა, ხო, ამაზე საუბარი თქვენი სპეციალისტების მხრიდან მნიშვნელოვანია და მოდი თქვათ, რას გულისხმობს, ხო, ეკონომიკური ძალადობა? დიახ, ეკონომიკურ ძალადობაში მოიაზრება, როდესაც ფინანსების კონტროლი ხდება და როგორც წესი, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ქალები. რადგანაც მათ ესე ვთქვათ, ოჯახში როგორც წესი უჭირავთ ესე ვთქვათ, დიასახლისის აღმზრდელის ფუნქცია და როლი და მათი ესე ვთქვათ, ფინანსური შემოსავალი ლარებში ესე ვთქვათ, ამ ეკვივალენტში არ არის ესე ვთქვათ, საოჯახო შრომა, ასე ვთქვათ, არ არის ანაზღაურებადი ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ძალსახად. სამწუხაროდ კი. ანუ ეს არის როცა ქალი ხდება ფინანსურად დამოკიდებული კაცზე და როცა კაცი აკონტროლებს მის ფინანსებს, რამდენს მისცემს, ასე ვთქვათ, სახარჯად ყოველდღიურ რეალობაში და ეს მართლაც ეს თან ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არის განათლებასთან დაკავშირებული პრობლემა, ქალების გაძლიერება ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ ამ თვალსაზრისით, ხო, ალბათ. კი ბატონო, თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ მაინც მოდით ამასაც გავუსვათ ხაზი, რომელი ფორმაა ყველაზე რთული აღმოსაჩენი? იმიტომ რომ ფიზიკური გასაგებია, ხო, როცა უკვე ფიზიკურ დაზიანებას თვალხილულია, იქ უფრო გარშემომყოფებით ავიმაღლებთ ხოლმე ხმას. მაგრამ აი სხვა შემთხვევებში რა ხდება?
ფსიქოლოგიური ძალადობა ძალიან რთულად შესამჩნევია და ხშირ შემთხვევაში მსხვერპლები, ამ შემთხვევაში ვინც არის დაზარალებული, ანუ ძალადობის მსხვერპლი ვინც არის, თავად შეიძლება ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყოს და რა მოიაზრება ეხა ფსიქოლოგიურ ძალადობაში, უფრო მეტად რომ ჩავშალოთ, რომ ნათელი გახდეს და შეიძლება დღესაც რომელიმე ქალმა ან შვილმა ან სხვა ნიშნები აღმოაჩინოს, რომ შეიძლება ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყოს. პირველი რაც არის მანიპულირება, ესე ვთქვათ და მანიპულაციის სხვადასხვა ხერხები და სხვადასხვა ტექნიკები არის. აი მაგალითად, აი ფრაზებად რო ჩავშალოთ, ასე ვთქვათ. თვით შეფასების გაუფასურება, რომ აი შენ რისი მაქნისი ხარ და უშუალოდ რა როლი გაგეხაო. უჩემოდ რა გეშველებოდა, ხო? თუნდაც ხუმრობით ნათქვამი, მაგრამ მეთოდურად გამეორებულია რა. არავის არ უნდა ხარ მაგალითად აი არც მეგობრები არ ყავს, არც შენი ოჯახის წევრები მხარსად გიჭერენ და ეს ყველაფერი რეალურად ამ მანიპულატორმა, ამ ადამიანმა ვინც ძალადობს მეორე თავად მიიყვანა ამ შედეგამდე, რომ ის ჩამოაშორა თავის სოციალურ წრეს, ჩამოაშორა თავის მეგობრებს, თავის ოჯახთან გაუფუჭა ურთიერთობა და რეალურად მართლა მარტო დატოვა და რეალობასთან ახლოს არის. ამიტომ სხვა ერყოს უჩნდება რეალურად განცდა, რომ მართლა შეუძლებია, კი. და რომ მისი ბრალიც, ანუ ასე ვთქვათ, რომ მისი ბრალია, იმიტომ რომ რაღაცით ცუდია, რაღაცით ნაკლებია, ხო? აი ეს განცდაც უჩნდებათ ასე დროს. ხო, სხვას აღარავის უნდა მისი მეუღლის გარდა დაუშვათ და ეს განცდა ამ ადამიანს ასე ვთქვათ, უძლიერდება, როდესაც ამაზე ყურადღებას უმახვილებ. ანუ ანა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მართლა წითელი ხაზი და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, არის სწორედ ეს, როცა პარტნიორია თუ ქმარია თუ არა, აქ მნიშვნელობა ვინ, ქალზე იწყებს თანდათან ზეგავლენას მისი სამეგობრო წრესთან დაკავშირებით, ვთქვათ, კომენტარებს, ოჯახის და მშობლებთან მიმართებაშიც, ხო, ჩამოშორების კონტექსტში, ესეც ხშირად არის ხოლმე და ესეც საყურადღებოა. კარგით, მოდით ვთქვათ, როგორ აისახება ეს მდგომარეობა მსხვერპლის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შემდგომ სომატური პრობლემებიც იჩენს ხოლმე თავს, ხო? კი ბატონო, როდესაც ასე ვთქვათ ფიზიკურ დაზიანებებთან არ გვაქვს საქმე და ფიზიკურად არ ძალადობს ეს მსხვერპლზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე თუ ვისაუბრებთ, რა ესე ვთქვათ შედეგები შეიძლება გამოიღოს ამ ყველაფერმა, ეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, იგივე შფოთვითი აშლილობები, დეპრესიის საკმაოდ მძიმე ფორმები შეიძლება გამოიწვიოს და ძალიან მაღალია სტატისტიკა იმ ქალებისა, იმ ესე ვთქვათ მსხვერპლებისა, ვისაც შემდეგ საკმაოდ ღრმა დეპრესიული მდგომარეობები უვითარდებათ და ფსიქიატრიული მედიკამენტები კი ხდება, ესე ვთქვათ ჩარევის საჭიროება, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და ასევე პანიკურ ფოთოები, სოციუმში გასვლის შიში და ეს ყველაფერი კიდევ უფრო ურთულებს ქალს ცხოვრებას, რომ დააღწიოს თავი რეალურად აი ამ რაღაცა მანკიერ წრეს, ხო? იმიტომ რაც უფრო ფიზიკურად თუ მენტალურად ცუდად არის, მით უფრო ვეღარ გამოდის კლანჭებიდან მოძალადის. კი, რეალურად დასუსტებულია მართლა, ანუ არა მხოლოდ ფიზიკურად დაღლილი, არამედ ყველანაირი თვალსაზრისით, ხო? და აი აქ ალბათ საზოგადოების როლი არის ძალიან დიდი, ხო? რაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ალბათ გაძლიერებაზე, ქალების პირველ რიგში საზოგადოების რეაგირება მსგავს შემთხვევებზე უნდა იყოს ხოლმე უფრო ცხადი და ცალსახა, ხო? აი ამაზე მინდა გკითხოთ, როგორც ფსიქოლოგს, რა გვემართება, როცა გვესმის საზოგადოების მხრიდან ასეთი რეპლიკები, რომ თქვათ გავიგებთ, რომ მოძალადეს ახლა დააღწია თავი და ესე აი სრულიად უსულგულოდ ვიწყებთ ხოლმე შეფასებას, რომ აქამდე სად იყო, აქამდე რატომ ითმენდა. აი ამგვარი შეფასებების უკან რა დგას? რატომ ვართ ესეთი რაღაცა უმოწყალოები მსხვერპლის შეფასებისას? შეიძლება იყოს რაღაცა შურიჩი, რომ თავადაც იმ მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ და თავად ვერ აღწევენ ამ სიტუაციას. რომ მან შეძლო, ვიღაცამ კოგნიტური შეძლო. დისონანსი აქვს ამ თემაში, რომ მე თუ ვუძლებ, სხვა ქალმაც უნდა გაუძლეს. ეს ხო ნორმაა, როდესაც ესე ვთქვათ, შენ უნდა იყო ვინმეს მონა, ესე ვთქვათ, დაქვემდებარებაში, ეს ხო ნორმა არის, ეს ხო რაღაცა რელიგიური, რაღაცა იდეოლოგიებით შემოდის ჩვენს კულტურაში, რადგან ხო, მასკულინური კულტურაც რაღაცნაირად საზრდოობს მთლიანად აი ამ ბნელი მხარით, ხო? რაც ამას კიდევ უფრო კარგად არასწორი გაგება თუნდაც ქრისტიანული რელიგიის თუ სხვა რელიგიების, სადაც ესე ვთქვათ, დომინანტი ხდება მამაკაცი
და მამაკაცის ესე ვთქვათ მხრებზე დგას ქალის თავი და რაღაც ამის არის სწორი აღქმა. მოდით აი საზოგადოების როლზე ვისაუბროთ. რატომ გვემართება ეს რაღაცა რომ არასწორად ვაფასებთ, მეტნაკლებად გასაგებია და ძალიან შორს მიმავალი ფესვები აქვს ასე ვთქვათ ამას, მაგრამ აი დღეს რა უნდა გავაკეთოთ? როგორი რეაგირება უნდა გქონდეს ჩვენ, როცა ვხედავთ ქუჩაში რომ ქალზე ძალადობენ, როცა გვესმის მეზობლად რომ ასეთ ამბავს აქვს ადგილი და ხშირ შემთხვევაში წავიყურებთ ხოლმე თავს, რას ვაკეთებთ ასეთ დროს? და მანამდე მე შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს, რომ თქვენ შეგიძლიათ რომ მოგწეროთ თქვენთვის აქტუალური კითხვები, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება Facebook გვერდზე ქალების რადიო, შეგიძლიათ მოძებნოთ და გამოგვიგზავნოთ თქვენი კითხვები. საზოგადოების პასუხისმგებლობაზე რომ ვისაუბროთ, ანა. კი ბეტონო, ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად შეცვლილია, იმიტომ რომ ადრე გასულ წლებში ნამდვილად ესე ვთქვათ 112-ში დარეკვა იმ ფაქტის დროს, როდესაც გვეხსმოდა მეზობელი სახლიდან ესე ვთქვათ ხმაური და ძალადობის აშკარა ნიშნები, წითელი ხაზი იყარო, ზღვისპირა სივრცეში შეჭრას ნიშნავდა და ანუ რა შენი საქმეა, ესეთი რაღაცა არ არის ჩემი საქმე, ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, თითქოს ადამიანი ამით აკეთებდა თავს. მაგრამ ნელ-ნელა მე მგონი საზოგადოებაც ამ თვალსაზრისით იზრდება და უნდა გაიზარდოს რა თქმა უნდა რომ დარეკოს აუცილებლად 112-ში შეატყობინოს პოლიციას ძალადობის ფაქტის შესახებ, იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში სხვერპლისთვის ესეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს სხვა ადამიანის დახმარება და ამ შემთხვევაში სამართალდამცავი პირების დახმარება და მხარდაჭერა, იმიტომ რომ როდესაც სამართალდამცავებს ერთხელაც კი აქვთ ინფორმაცია რომ ამ ოჯახში შეიძლება ძალადობა ხდებოდეს, ისინი უკვე სხვანაირად რეაგირებენ და არსებობს ინსპექტორები, რომლებიც მერე განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ ამყოფებენ იმ პირებს, ვინც შეიძლება ძალადობდეს სხვა ადამიანზე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი პატარა ბიძგი შეიძლება არ იყოს, რომ რაღაც ციხეში გაუშვათ ადამიანი, მაგრამ მეტად ყურადღების ქვეშ იქნება და დაკვირვების ქვეშ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. და შეგვიძლია სპეციალური ცხელი ხაზიც არის, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ დავრეკოთ და თან ანონიმურები დავრჩეთ, ხო? კი, 116-006 არის, ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი ცხელი ხაზი, სადაც შეგვიძლია დავრეკოთ და აბსოლუტურად ანონიმური იქნება ჩვენზე ინფორმაცია განახორციელება ზარი. 112-ში დარეკვის დროსაც პრინციპში შეგიძლიათ ვთქვათ, რომ ანონიმურია თქვენი შეტყობინება და მინდა რომ ანონიმურად დავრჩე, იმიტომ რომ მისმის აკონტროლ მხრივ პასუხისმგებლობის ამბავია და ადამიანზე შეიძლება იყოს საფრთხეც, რომ მასე შეიძლება იძალოდონ და ამის განცდა ჰქონდეს და შიში. და რაც მთავარია, გვახსოვდეს რომ თითოეულმა ზარმა შეიძლება ის სულაც რაღაცა თუნდაც ცრუ განგაში იყოს და მოგვეჩვენოს, რომ სადღაც მეზობლად ჩხუბია, მაგრამ ჯობია რომ შევცდეთ, ვიდრე ჩვენმა უმოქმედობამ ფატალურად დაასრულოს ესა თუ ის კონფლიქტი, ხო? ამ თვალსაზრისით ყოველთვის უნდა ძალიან მკაფიოდ გქონდეს გააზრებული ჩვენი როგორც საზოგადოების პასუხისმგებლობა. ანა, პატარა რეკლამაა და რეკლამის შემდეგ უკვე გავაგრძელებთ საუბარს, რა თქმა უნდა, მსხვერპლის მხარდაჭერის მექანიზმებზეც, მსხვერპლის ფსიქოლოგიაზე და მოძალადის ფსიქოლოგიაზეც, ხო? რა დგას მოძალადის ფსიქოლოგიის უკან და ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ მოძალადი არასდროს არ არის ცხრათავიანი დევი, ძალიანაც სანდომიანია, აი როცა კი რაღაცა თუნდაც რაღაცა უბედური შემთხვევა მოხდება, შემდგომ რომ მეზობლებს წერენ ხოლმე, თუ გახსოვთ, ძირითადად არის ხოლმე ასეთი რეპლიკები, რომ ერთი მშვიდი კაცი იყო, ხო? როგორც წესი. აქაც უნდა ვიყოთ ალბათ ძალიან ფრთხილად და ფხიზლად, რომ მოძალადე როგორ აჩვენებს თავს გარშემომყოფებს და სინამდვილეში რას წარმოადგენს ქალთან მიმართებაში. ერთი სიტყვით ამ ყველაფერზე სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები. ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. ქალების რადიო ურბანიკისგან. FM 93 და 1. დღის სამოტივაციო ფრაზა ქალების რადიოსგან. რეკლამა ქალების რადიოზე. პრემიუმ ხარისხის სახისმოვლის ბრენდი დეკლარი შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. დამზადებულია შვეიცარიაში. დეკლარი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში.
ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 91 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. ქალების რადიოს წარმოგიდგენთ ურბანიკი. FM 93.1. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები. ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. დავბრუნდით ეთერში, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა ძალადობა ოჯახში და სტუმარი ყავს ფსიქოლოგი ანა ქემოკლიძე. ანა, ბევრ თემას შევეხეთ პრინციპში პირველ ნაწილში და ახლა ცოტა უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ და აი რამდენიმე თემა მინდა წამოვწიოთ წინ და პირველი არის ალბათ აღზრდა. როგორ ზრდით ჩვენ გოგონებს, ბიჭებს როგორ ზრდით ეს ცალკე ამბავია და ცალკე საზრუნავია და ცალკე სირთულეა, მაგრამ გოგონებს როგორ ზრდით, როგორც წესი ძალიან ხშირად გავიგებთ ასეთ რეპლიკებს, რომ ხო, რაღაცები უნდა მოვითმინოთ, აბა როგორ გვინდა ქმარია და კაცებს რთული ხასიათი აქვთ და აი ამგვარმა დამოკიდებულებებმა თან რაღაცა თაობებში გამჯდარმა ხომ არ გამოიწვია ის, რომ დღეს ქალებს კიდევ უფრო მეტად უჭირთ ამ ამბის აღიარება, რომ ხო, მე ძალადობის მსხვერპლი ვარ და მე უნდა წამოვიდე ოჯახიდან. რა თქმა უნდა, ეს მიზეზი ხდება ორივე შემთხვევაში, ანუ მსხვერპლის და მოძალადის ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაში, რა თქმა უნდა, ოჯახს და ოჯახურ როლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, როგორი იყო ამ ბავშვის, ესე ვთქვათ, ამ მოძალადის წარსული და ამ მსხვერპლის წარსული. რას უყურებდა ოჯახში, ხო? ამ შემთხვევაში მე რადგანაც მაქვს აქტიური შეხება მოძალადე ადამიანებთან, ვინცაც ოჯახში განხორციელებული აქვს ეს ძალადობა, ხშირ შემთხვევაში ვაწყდები იმ ფაქტს, რომ თვითონ დესტრუქციული ოჯახებიდან მოდიან და სადაც მათზე ძალადობდნენ. თავად იყვნენ მსხვერპლნი? თავად იყვნენ მსხვერპლნი. თან ბავშვობაში? კი, და ეს ესე ვთქვათ ციკლი გრძელდება და როდესაც ანუ თვითონ მოძლიერდნენ მერე და მიეცათ ესე ვთქვათ რაღაცა როლი ამ შემთხვევაში როლი, ქმრის როლი, თავად ესე ვთქვათ, წარსულ გამოცდილებების მიხედვით ხელმძღვანელობდა, რადგან მათ სხვა აღძრწელი არც უნახავთ. ის არის რომ დავაკონკრეტოთ ოჯახის. თქვენი საკმაოდ დიდი გამოცდილებით მოძალადებთან ურთიერთობის შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტესად მოძალადე დედის, მამის, მშობლების მხრიდან არის ძალადობის მსხვერპლი? ხშირ შემთხვევაში შემსწრენი იყვნენ ეს ადამიანები ოჯახური ძალადობის, სადაც დედა და მამა ერთმანეთზე ძალადობდნენ, მამა იყო ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბავშვისთვის როგორი მამაც არ უნდა ყავდეს, მისთვის ეს არის ავტორიტეტი და შესაბამისად, როდესაც მამა ხდება, მან მხოლოდ ის მოდელი იცის, მას ვერ იცოდინება მეზობლის, ან რომელიმე სახელმწიფო ლიდერის მოდელი, ესე ვთქვათ, აღზრდის სტილი, ის რასაც უყურებდა თავის, ესე ვთქვათ, პირველ წლებში, როცა სამყაროს მიმართ ჰქონდა, ესე ვთქვათ, ცნობიერება და სამყაროს სწავლობდა, მან ის მოდელი ნახა და მერე ძალიან ძნელია რა, შეიძლება ეს ადამიანი ძალიან წარმატებული იყოს და მე მაქვს ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი. პროფესიაში კი კარიერულად არ ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ, განათლებული ადამიანი არ შეიძლება გახდეს მოძალადე, ან განათლებული და წარმატებული ადამიანი არ შეიძლება გახდეს მსხვერპლი. ეს საერთოდ ერთმანეთთან სამწუხაროდ არ არის, ხო? კორელაციაში. ანა, ისევ თქვენ გამოცდილებას რომ დაუბრუნდეთ, გაცნობიერება მოდის მოძალადეებში რაღაცა მათთან მუშაობით და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როცა ისინი იგრძნობენ საკუთარ თავზე და ამაზეც ვილაპარაკოთ, თქვა სახელმწიფო რას აკეთებს და კანონი როგორ გვიცავს ქალებს. თუმცა, აი ეს ამ ყველაფერს ერთად, როგორიც არის თქვა მათი ფსიქოლოგიური გაცნობიერება, იმისა თუ რას ჩადიოდნენ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მოდის მათში სინანულის განცდა?
ესე ზოგადად სტატისტიკურად რომ შევაფასოთ. სტატისტიკურად არც თუ ისე სახარბიელოა სტატისტიკა. ოდნავ მაინც მრუდი თუა დადებით. არის მცირედი გაცნობიერებები და შეიძლება ადამიანმა არ აღიაროს უშუალოდ ფსიქოკონსულტირების პროცესში ფსიქოლოგთან არ აღიაროს ის რომ თვითონ მოძალადეა და თვითონ ესე ვთქვათ უდისხაც ძალადობის მსხვერპლი იყო თუნდაც ეს, მაგრამ ეს გაცნობიერებები დარწმუნებული ვარ მოდის და იგრძნობა მათ გამოხედვაში, მათ მერე მომდევნო სესიიდან სესიამდე, მათ ქცევაში, დამოკიდებულებებში, თერაპევტის მიმართ, ჯგუფის მონაწილეების მიმართ და მგონია რომ სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამაზეც რო გვესაუბროთ, მაშინ სახელმწიფოს როლი, სად ჩანს, სად შეიძლება კიდევ უფრო კარგად ჩანდეს და რამდენად უნდა ჰქონდეთ და აქვთ მსხვერპლებს რეალურად სახელმწიფოს მხარდაჭერის განცდა. გარკვეულწილად გადადგმულია 2006 წელს იყო პირველად კანონში ცვლილება, როდესაც ესე ვთქვათ, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის კანონი შევიდა. შემდგომ 2012 წელს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის წინაშე დგებოდნენ ეს ადამიანები, ვინც ოჯახში ძალადობას განახორციელებდნენ და აქაც კანონში ცვლილება შევიდა და 2018 წლიდან უშუალოდ კანონში შევიდა ცვლილება, რომ ეს ადამიანები, ვინც ოჯახში ძალადობას ახორციელებენ, სავალდებულოდ დიან უკვე ფსიქოლოგთან კურსს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ითვლება, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, რადგანაც მათთვის ოდესღაც საყვარელ, ოდესღაც არ მხოლოდ აწმყოშიც ახლაც ვისთან ერთადაც თანაცხოვრებას აგრძელებენ, მათზე ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად იძალოდეს, ან შეიძლება იძალადონ მომავალში, ამის პრევენცია სახელმწიფოს მხრიდან და ცდილობს ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო რომ თავისი როლი და ფუნქცია შეასრულოს ამ თვალსაზრისით და კრიზისული ინტერვენციის ცენტრებს რაც შეეხება არსებობს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ რეგიონებში ნაკლებად არის ამის მიმართ ხელმისაწვდომობა თბილისში არის რამოდენიმე ეს რა ცენტრია ესეც რო განმარტოთ კრიზისული ინტერვენციის ცენტრები არის დაწესებულებები სადაც ამ შემთხვევაში მსხვერპლებს ვიზეც იძალადეს, ანუ ქალებს შეუძლიათ მივიდნენ და თავშესაფარი, ვისაც არ აქვს და ხშირია ესეთი შემთხვევა ჩვენ ქვეყანაში, როდესაც ამ ქალებს არ აქვს თავშესაფარი, მიმართონ. ასევე ყურადღება გამოსამახვილებელი, რომ ამ ლოკაციების, ასე ვთქვათ, კრიზისული ინტერვენციის ცენტრების ადგილსამყოფელი არის უცნობი, რადგანაც მოძალადე ადამიანი არ მივიდეს და უშუალოდ მის სამართლის იდენტიფიცირება რომ არ მოხდეს, ხო? არ მოხდეს, მაგრამ თბილისში ნამდვილად არის ესეთი ცენტრები და ვინც მერე უშუალოდ 12-ში დარეკავს და აღმოჩნდება უკვე სამართალდამცავი სისტემის, ესე ვთქვათ, მეთვალყურეობის ქვეშ, მათ გადაყავთ მე ესეთ ცენტრებში და ამ თვალსაზრისითაც ნუ გექნებათ შეში, რომ შეიძლება თავშესაფრის გარეშე ქუჩაში დარჩეთ, არ დარჩებით ქუჩაში, ეს ყოველად გამორიცხულია, ამ თვალსაზრისითაც ზრუნავს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე და ამ შემთხვევაში დაზარებულ ქალებზე. ანა, მოდით აი ვთქვათ, რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, სამივე ნაწილისთვის, მსხვერპლი, მოძალადე და ზოგადად საზოგადოება, რა არჩევები შეიძლება მივცეთ, თუმცა მანამდე კითხვა შემოვიდა, რომელიც არ მინდა აცხადია, რომ დავტოვოთ უყურადღებოთ. ბავშვებზე ძალადობა, როცა ბავშვებიც არიან შემსწრენი, ეს კიდე სულ სხვა, ასე ვთქვათ, ველი შემოაქვს, აი ამ უდიდეს სირთულეში თემას, როცა ჯერ ერთი რომ ქალი არის მსხვერპლი და ეს უკვე ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ქალი როგორც დედა რომ ვერ იცავს ბავშვის უსაფრთხოებას, ეს ორმაგად ტრაგიკულს ხდის გარემოებას, ხო? ბავშვზე როგორ აისახება ეს რომ გავაცნობიერებინოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ და ამ შემთხვევაში ქალის გადაწყვეტილება რამდენად უფრო მყარია ხოლმე, რომ მართლაც უკვე შველა მოითხოვოს, როცა შვილსაც ეხება საქმე. ნამდვილად ესე ვთქვათ ლოგიკურია რომ ბავშვებზეც ეს ყველაფერი ახდენს გავლენას და ხშირ შემთხვევაში ზუსტადაც ესე ვთქვათ გადამწყვეტი წერტილი დროსაც შეიძლება მიიღოს ამ შემთხვევაში მსხვერპლმა რომ დატოვოს ოჯახი ხდებიან შვილები. როდესაც უკვე შვილებს ეხებათ ეს ყველაფერი ხედავენ ამაც, ხშირია რომ ბავშვებს აქვთ მე მენტალური პრობლემები, შფოთვა, აღარ სურს სწავლა, მცხვენიათ გარეთ გასვლა, აქვთ ესე ვთქვათ წიკები, რომელსაც გამოხატავენ და თვალშისაცემია რომ შეიძლება ამ ბავშვებზე შეიძლება პირდაპირ არ ძალადობდნენ, მაგრამ ისეთ შეიძლება მოხდეს პირდაპირ ძალადობის შემსწრენი იყვნენ და მათ განუვითარდა ფსიქოლოგიური პრობლემები და ამ მომენტში დედა იღებს გადაწყვეტილებას, რომ არა თავის გადასარჩენად, არამედ თავის შვილების გადასარჩენად წავიდეს ამ ადამიანისგან და დატოვოს.
მაგრამ მეორე ნაწილიც არის სამწუხაროდ ადამიანების, ვინც ოჯახის შენარჩუნების, ის რომ ბავშვებს მამა ყავდეთ, ამ შემთხვევაში რჩებიან მოძალადეებთან და რაც ესე ვთქვათ კატეგორიულად ჩემი მხრიდან, როგორც ფსიქოლოგის მხრიდან იქნება რეკომენდაცია, რომ ისეთ ოჯახში, სადაც ძალადობა ხდება, სადაც თუნდაც უსიყვარულობა არის. შეიძლება არ ხდებოდეს ფიზიკური ძალადობა, მაგრამ წყვილს აღარ უნდა ერთად, აღარ აქვს. ეს ყველაფერი ძალიან შესამჩნევია. ბევრად უფრო მარტივად ხედავენ ბავშვები, ვიდრე სასრული ადამიანები და მათი მოტყუება, ესე ვთქვათ, ძალიან რთულია. ემოციური, სენსორული, ესე ვთქვათ, სენსორები აქვთ ისეთი განვითარებული, რომ ბევრად უფრო კარგად აქვთ განვითარებული, იმიტომ რომ ისინი სუფთები არიან და უფრო მეტად გრძნობენ სიყვარულსაც, იგნორსაც, ძალადობასაც, ვიდრე შეიძლება სასრული ადამიანები. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არათუ ძალადობის ფონზე შენარჩუნებული ოჯახი, არამედ სადაც გაცივდა ურთიერთობები, იქაც კი ასე ვთქვათ, არ გავზარდოთ მაშინ, როცა ხედავს აი ამ უსიყვარულოდ შეკავშირებულ ადამიანებს, ხო? ყოველგვარ ემოციას დაცლილ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ამას გრძნობენ ბავშვები, შეგვიძლია ვთქვათ. გრძნობენ ამას ბავშვები კი და იმის, ესე ვთქვათ, გასამართლებლად, რომ ოჯახი შენარჩუნდეს, რადგანაც ორივე მშობელი ერთ სივრცეში ცხოვრობდეს, მხოლოდ ის, რომ აკავშირებს წყვილს ერთმანეთთან, ისეთ ურთიერთობას ნამდვილად სჯობს სეპარირდეს ეს წყვილი, დაშორდეს და ცალ-ცალკე ესე ვთქვათ, სახლებიდან გააგრძელონ ბავშვზე ზრუნვა. კი, გაშორების შემთხვევაზე ჩვენ გვქონდა გადაცემა, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ასე ვთქვათ, დავეხმაროთ ბავშვებს უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მართლაც როცა წყვილს ყავს ბავშვი, ეს ბავშვის კეთილდღეობა, შვილის კეთილდღეობა უნდა იყოს ალბათ ამოსავალი, ხო, ამ შემთხვევაში რომ არ დავაზიანოთ. ჩვენ ვახსენეთ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ საზოგადოების პასუხისმგებლობა, საზოგადოების მხრიდან რეპლიკებიც და იმოდით ახლა აი ამ კითხვის ქვეშ რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, რა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ და რა არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როცა საქმე ეხება ოჯახში ძალადობას, რისი შემსწრეც ვართ, ან რაც ვიცით რომ სადღაც ხდება და ჩვენგან რეალურად ხალი რჩევას და შველას ელოდება. ალბათ მეტად ემპათიურები უნდა ვიყოთ და ეს ემპათიის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებაშიც და ზუსტად ესეთი გადაცემები და ბევრი რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ შეიძლება ხვალ თვითონ აღმოჩნდნენ მდგომარეობაში და შეეცადონ, რომ ამ ქალის თვალით გადახედონ სამყაროს, როგორ შეიძლება გრძნობდეს თავს და როგორ შეიძლება სჭირდებოდეს ჩვენი მხარდამჭერა იმ მომენტში და ვიმოქმედოთ ისე და არა რაღაც ესე ვთქვათ ფსევდოღირებულობების და რწმენა შეხედულებების ესე ვთქვათ მორევში არ გადავეშვათ და კრიტიკა ძალიან მარტივია. არავის არ გვიშლება კრიტიკა. კი და დავეხმაროთ კიდევ ალბათ მსხვერპლს რომ დაინახოს ცოტა გარედან, ხო? იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ ძალიან მართებულად რომ მსხვერპლი უკვე ვეღარ ხვდება. სად არის პარტნიორის დანაშაული? თვითონ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, მართლაც ეს განცდა უჩნდება, იმიტომ რომ მანიპულატორმა, მოძალადემ ძალიან კარგად იცის როგორ უნდა გააჩინოს ეს განცდა ქალში, ხო? თუნდაც აი ესეთი რეპლიკებით სწორედ რომ თუნდაც რომ ბოდიში ხდიან, ბოდიში მაგრამ შენ მომიწვიე ბოდიში, მაგრამ შენი ბრალი იყო და იმ მსგავსი რეპლიკებით, ხო? უკვე სადღაც მსხვერპლს ეს ზღვარი ძალიან მყიფე ხდება მისი უდანაშაულობის და დანაშაულის. ძალადობის ციკლია ზოგადად ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილი ესეთი, რომ ბოლო ფაზა, როდესაც ძალადობა განხორციელდება და ის გრძელდება, უშუალოდ ძალადობის ფაქტი 2-დან 24 საათამდე, შემდეგ იწყება უკვე თაფლობის თვეს, ესე ეძახით ფსიქოლოგები, რომ ბოდიშებს იხდის ამ შემთხვევაში მოძალადე და ყველანაირ ესე ვთქვათ დათმობაზე მიდის ბრჭყალებში, რომ ამ შემთხვევაში მსხვერპლს გონია, რომ აი გამოსწორდა ადამიანი და აი ეს ღირდა იმათ, რომ ეხლა ჩვენი ცხოვრების რაღაც ახალი ეტაპი დაიწყება, მაგრამ რეალურად ეს არის ხაფანგი და მერე ისევ თავიდან მიდის ეს ციკლი და შემდეგ ისევ დაგროვების ფაზა იწყება ამ ემოციური მდგომარეობის და მერე ისევ ძალადობის ფაქტი ხდება და ეს ციკლი ყველა ოჯახში ხდება, სადაც ძალადობა განხორციელებულა და ამიტომ ფრთხილად იყავით ამ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ბოდიშებიც მოგიხადონ, ახალი მანქანას გიყიდონ, სახლი გიყიდონ და ბევრი საჩუქრებიც თავს
საჩუქრებით ეს არის მოთაფსვის მხოლოდ ცდილობები. ხიბლის რაღაც ესე ვთქვათ მოკლე ფაზა, რომელიც 3-4 თვე გრძელდება და შემდეგ იგივე იწყება. და იგივე რო არ დაიწყოს და აი ეს მართლაც რაც თქვენ თქვით, ეს ციკლი რო გაწყდეს, ასე ვთქვათ და ასევე აი ეს წინა თაობებში განმეორებული ციკლსაც გულისხმობ, აი ისიც რო გავწყვიტოთ და ძალადობა რომ ჩვენზე დავასრულოთ, ასე ვთქვათ. რას ვეტყვით ქალებს, როგორ გავაცლიოროთ ისინი და რას ურჩევდით, ასე ვთქვათ. ვურჩევდი რომ მეტად და იცადონ რომ თავიანთ სახლში, თავიანთ სივრცეში არ დატოვონ ის. თუ დღეს შეიძლება თავს ცუდად გრძნობდნენ და შეიძლება ბევრმა ქალმა საკუთარი თავი ამოიცნოს და მოძებნოს უსაფრთხო სივრცე. შეიძლება არ იყოს თავის ოჯახის წევრები, სამწუხაროდ ხდება ისე რომ ოჯახის წევრები, მშობლები, დედმამიშვილები არ არიან მხარდამჭერები ამ სიტუაციაში. შეიძლება ვერ არიან მხარდამჭერები გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. მოძებნონ ზუსტად ის კრიზისული ინტერვენციის ცენტრები, დარეკონ აუცილებლად ხეხილზე, სადაც სპეციალისტები გაისაუბრებიან, იმიტომ რომ მეზობელი, მეგობარი შეიძლება პირიქით უკან გვაბრუნებდეს. ხო, შეიძლება ამ სტერეოტიპების მსხვერპლია, შეიძლება ძალადობის მსხვერპლია თავად, ხო, ძალიან ბევრი შრეა აქ და რაღაცა წახნაგი ამ პრობლემას. და მან არის რა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ძალადობის წინაშე შეიძლება დგას ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება არც გაუვლია საკუთარ თავზე ეს ყველაფერი. ხო, და მხარდაჭერაც როგორ გამოხატოს არც ეს იცის, ხო? არის ეს კი, და ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება ვიტყოდი რომ სპეციალისტს დაუკავშირდნენ ადამიანებიც ხალხაზე დაარეკონ ანონიმურად და სატელეფონო კონსულტაციების შესაძლებლობაც აქვთ და ის სატელეფონო ერთი ზარიც კი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს მათთვის, ვიდრე შეიძლება ახლობელ ადამიანთან გაზიარებული ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის და ასევე აქვე რითიც დავიწყეთ პრინციპში საუბარი, ეს ეკონომიკური ძალადობაც რომ ძალადობაა და ეკონომიკურად რომ არ უნდა იყოს ქალი დამოკიდებული კაცზე, პარტნიორზე, მეუღლეზე, ესეც რომ ვახსენოთ და ეს თავიდანვე გვახსოვდეს, ხო? ალბათ თაობები, გოგონები ეს ამ სოფხედულობით უნდა გავზარდოთ და ესეც ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დიდ სურათში ძალადობის დასრულებისკენ თუ არა შემცირების საკუთარ რესურსზე, საკუთარ შესაძლებლობებზე ადამიანებმა არ უნდა თქვა ნუარი, ამ შემთხვევაში ქალებმა და მაქსიმალურად უნდა იცოდნენ, რომ რეალიზდნენ, რადგანაც ეს გაუფასურება მათი ესე ვთქვათ საოჯახო საქმეების სამწუხაროდ იქნება. და მეტად უფრო თუ შეფასებაც მაღალი გექნებათ, სოციუმშიც ესე ვთქვათ გახვალთ და მოისმენთ ყოველ შემთხვევაში ბევრ აზრს და თქვენ მერე უფრო მეტად მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ სადღაც კოლბაში არ იცხოვროთ, სადაც თქვენზე მარტივად იმანიპულირებენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და აქვე ჩვენი გადაცემა ვეხეთ და ბევრი თვალსაზრისით უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ ოჯახში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მედიაც არის და მე მიხარია რომ მუშაობ დღეს და წარმოვადგენ ისეთ მედია საშუალებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მედიას ქალების გაძლიერების ნაწილში და სწორედ ჩვენი დღევანდელი გადაცემაც ამას ემსახურებოდა. დიდი მადლობა ანა ქემოკლიძე